ყველას მშვიდობისა. აბა როგორ გიკითხათ, როგორ ბრძანდებით, მე ბრუნდები დღეიდან რეჟიმში გუშინ, ესე იგი დედაჩემის დაბადების დღე იყო, როგორც იცით და ესე იგი მეთქი რა გავაკეთო, ანუ საჭმელი როგორ ავღნიშნო თქო და მე არ ვიცი რა საჭმელი უყვარდა, ესეც სადღესასწაულო. მაგრამ ვიცი რომ უყვარდა ტორტი და მე და თონიკე შევედით და ვიყიდეთ ტორტი ტყუპი, რომელიც უკვე აღარ არის, ახლა ჩვენებთ. ტარტალეტკა მინდოდა, ხო იცით, სოფიამ რომ მოიტანა ეგეთი მინდოდა ჟოლოსი. მაგრამ ისა არ იყო ჟოლო და იყო მარწყვი და რაღაცნაირად გამოიყურებოდა რა. ნუ ნიტო. ხო და ამიტომ ეგ არ ვიყიდე და ისევ ტორტი ვიყიდე და ის კიდე გადავწყვიტე რომ რადგან კახეთო, ჩემო კახეთო დანვართ. მეთქი მოდი გავაკეთებ მწვადს და იკას უთხარი მეთქი იკა მწვადი უნდა შევწვა თქო, იკა მოვიდა ადრე. მე ვიყიდე სამწვადე, ნახევარი სამწვადე ვიყიდე დაჭრილი და მეორე ნახევარი ნაჭრები ვიყიდე ანტრიკოტს რო ეძახიან, მე დავჭერი და საშინელი სამწვადე იყო, იქ დაჭრილი რაც იყო რაღაც ისინი ხრტილები და ეგენი. გამარჯობა ფისო, გამარჯობა ფისო, გამარჯობა. მეც მომერად. მეც. ეგრე ხე. შენ უკვე კატის ცხოვრებით ცხოვრობდი და იქიდან გადმოძვერი რომ გამოვედი. აღარ ტირის იმდენს ხოლმე. იცი? და აღარ ჩხავი ვარ ჩვენ იმდენს. ოხო, შენ, ჩემო პატარა შენ. იმეზე ჩემო ოტია შენ. ჩემი ოტია. აი, ჩემი ოტია. ხო და ისა. პატარა ყველი უნდა დავუგდო. უყვარს ოტიას ყველი. ხო და მოკეთ შევწვით მწვადები. შეწვე იკა მომფროთ სწორად. ფისა. მოდი. ოტია. მოდი, ვაიმე. მოდი ოტია. აჰა, ბონი, შენც ხა ვითომ შემშიერი ხარ. ეს გამომართვა, მაგრამ კატის იმიდან აიღებს. აჰა, ჭამე. ხო და შევწვით მწვადები 3 კილო იყო სამწვადე. აი, გემრიელად დავჭყდით და ვისი ამოვნეთ. ნუ მე ყოველთვის ხო ძალიან კაი სამწვადე იყო, წინაზე იყო ძალიან ისა ჭლე და არ ვარგოდა ხალხო, ეს ძალიან ჭლე. ეს ძალიან კარგად შევწვით, მაგრამ მაინც მყარი იყო და ეხა იმენა აი ძალიან კარგი იყო, ანუ სამწვადეც რა. იმიტომ რომ როგორც ამინა კარგად შეწვა, თუ ხორცი არ არის, სამწვადე არ გამოგივა. მე ანტრიკოტს ხო თავისი ისა აქვს ნეკნები. ხო და ეს ნეკნები ცალკე ხო ავაჭერი ხორცი და წამოვაგე ეს ნეკნები და იმას ვქენი, ეგ გავიკეთე მე. ანუ ჩემთვის სამი ძვალი მქონდა და გამოვხარი ეგენი, ვაიმე ისეთი გემრიელი იყო და ისეთი ნოყიერი იყო, რომ ბევრიც ვეღარ ვჭამე. ეტყობა ეს დღეები 5-6 ისა 7 რო ვჭამდი გადამულად ანუ რაღაცნაირად ვეღარ ვჭამე, რა ვიცი, ანუ ეტყობა გაჯერდა ორგანიზმი ამ კალორიული საჭმლით და ისეთი ბევრი ვერ ვჭამეთ, რავი. კარგად ბლომად დაგვრჩა მწვადი. ნახევარი ფაქტიურად. ხო და ხა ყავა მინდა, იცით, აი ამ ჭიქით მინდა. ეს სასმელი ეს
გუშინი იმდენი მარილიანი საკვები, მერე ტორტი, წინაზე კიდე ხინკალი ის და თქმა უნდა წყალი აუცილებელია. ხო, ესე. მოვიდოთ დღევანდელი დილის კოფი. კოფი. ხოდა მოკლედ აი ესე. იაგერი დავლია, 2 ჭიქა, 2 სადღეგრძელო თქვით. და მოკლედ ყველაფერი იყო, რა ვიცი, გემრიელად და მშვენიერად. ჩემი აზრით რა ხდება? ხო. ნიჩკა. ნიჩკა კატას მოეშვი. ნიჩკა თქო. მოგდო. დაცემინო ბონი. გამოსდოეთყობა ცხვირში ბჭყალი. იმან ისწავლა უწვება და ბჭყალებით იგერიებს. ხოდა მოკლედ ესეთი ამბები და ესეთი დილა მშვიდობის. აი ხა ყავას მოვიდუებ. მე კატასის უნდა გავუსუფთავო ტაშტი. და ასე კოხტად გემრიელად ბედნიერად. ბონიჩკა, ბონიჩკა კორლეონე. ეს არის ჩემი ბონიჩკა კორლეონე. აი მე ოტია. ოტო. შენ საჭმელს ჭამს ნახე ბონი? ოტო. გემრიელაჭა. ოტო უსაფრთხოებოდა ესე რომ დასხმოდა თავს და ის წამოვიდა აქეთ და ესე რო იცი ხოლმე კატება ხო კუცაც ესე რომ გააკეთებენ და ესე აქნემივით რომ დადგებიან ეგრე გაკეთე გაიქცა. აი მე ამათ მე არ ვიცი როგორ ძალიან უყვართ უკვე ერთმანეთი იცით? უკვე ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ. ბონი როგორც კი ადგება ეგრევე აქ გამორბის. ოტოს ეხა უკვე ერთი ცხოვრება ნაცხოვრებია, კატები ადრე დგებიან, ხო იცით? გუშინ ნიამ ჩამირიცხა 50 ლარი. ნია იყო ჩემი მაყურებელი, ნია იყო ის გოგო, რომელიც მოვიდა ჩემთან მარათონზე. არ იცოდა რომ მე იუთუბერი ვიყავი. ერთმა ძალიან კარგმა ჩემმა მაყურებელმა და უსაყვარლეს ადამიანმა ურჩია მას ჩემი თავი. მოვიდა ის ჩემთან მარათონში, ერთი თვე იყო. მერე ექიმთან უნდა წასულიყავი, მაშინ ჩამირიცხა 100 ლარი და ეხა გუშინ ჩამირიცხა 50 ლარი. და მას მერე გახდა ჩემი მაყურებელი YouTube-ზე, რაც ჩემთან მარათონში იყო. ხო, ძალიან საყვარელი გოგოა. ძალიან ისეთი გოგოა, კარგი, საოცარი, ჭკვიანი, სამგან სწავლობს, რა ვიცი, რამდენგან მუშაობს, სწავლობს და სულ ესე დაკავებული გადარბენაზე ეგრე და ფაქტიურად მისი დამსახურება არის, რომ გუშინ ტორტი ვიყიდე. დიდი მადლობა ნია. ძალიან კარგი ხარ. და მიხარია, რომ ადამიანმა ესეთ მოკლედ დროში ესე დამინახა და აღმიქვა, რომ ესე სურვილი აქვს ხოლმე, რომ გამახაროს და ჩემთვის გააკეთოს რაღაცა. ანუ ჩემთვის ეგ ძალიან ძვირფასია. დიდი მადლობა. ხო და ესე ჩემო ძვირფასებო, კარგებო და საყვარლებო. ესეთი situation გვაქვს. დღეს არის 8 ნოემბერი და მე ვაგრძელებ კალორიულ დეფიციტს 28 დეკემბრის შათვლით, ანუ 29-დან დავიწყებ ჭამა.
ღმერთო ოტია როგორ დამკაწრე დედა ვაი მე რა ბჭყალები გაქვს შვილო აი რატო გაჭრია ბჭყალებს კატებს ვაი მე რა კარგია ვაი მე ფეთმენი ვიყრე რა გინდა აი ვიტონი მოვიდა დედას ტუნი მოვიდა Dida, ჩემი ბადა. ლაიკო დედა. ოტია მოვიდა დე. დამკაცრა ოტო, მე ამოვიდა ჩემ ფეხზე და ვაი ვიძახდი. ვაი, ოტია. ოტია. მამალი ოტია. ეხლადგა მე ღმერთო არ შემიძლია ამის სიყვარლე არ შემიძლია დედა გიყვარს ოტია გაიონა მიაუ ოტია დაიქნავლე ოტია ვაიმე მუთელი ახაც არა გახეთქვაზე რა ხდება ოტია რა ხდება ოტო აი მე ბონი როგორ უყურებ მოდი დედა მოდი კატა მომოთეი ახლა ჩახტა კატა ხო მუცელი აქვს კატის ფუდა აქვს მუცელში აჰა კაკა კაკა აქვს უნდა დაველოდო სანამ გააკეთებს? კაი. მაგის ლოდი მიღამაკლია. ბოდიედი გაკოცრა. მე თორია, მე. მე ახალი წელი? მე ვინ მოვახალწოს? აი, მე. და ვინ მოგიტანს მაგ სუზანას? ვინ მოიტანს? მამ თოი ზუზანა. ხო, ვინ მოიტანს თოი სუზანას? ვინ უნდა გაჩუქოს? დედა ზუზანა, აკოია ზუზანა. დედა ზუზანა, ამასაც ბაია ზუზანა ყავს მუცელი და ვინ გაჩუქებს მაგას? ვინ? ვინ უნდა მოგიტანოს სუზანა ახალწელს? ლამაზია, პუმპურა. და ვინ მოგიტანს? ვინ უნდა გაჩუქოს მამამ? ვინ? პატარა ზუზანა, ვინ უნდა გაჩუქოს? მამა? არა, მამამ არა. აბა ვინ? დედა. არა. სან და სანტამ უნდა მოგიტანოს. და შენ რა უნდა დაახვედრო? რძე და ორცხობილა, ხო? აუ, იქიდან ჩემი აიფონი მომიტანე რომელიღაცა. გაუღე კარი, აბა იქნებ გავიდეს. ყველას დილას ვიდობისა. ჩემო ზუზანებო. ორივე? ნახო გოგოებმა რა მოიწერეს. მოკლედ ახლა წავკითხოთ კომენტარები. მელანო, ჩემო ძვირფასო საყვარელო ადამიანო, გილოცავ საუკეთესო სურვილებით, უფლის ფარობა და მადლი არ მოაკლდეს არასდროს. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ადამიანო.
ეთერი საყვარელი ნინი გილოცავ ანდრიას დღეს ამ საოცარ ვუსურვებ ყოველივე საუკეთესოს და ყველა სურვილის ასრულებას. ანდრია არის ისეთი შვილი, რომელმაც იცის როგორ ასიამოვნოს მის საყვარელ ადამიანს. თბილი, ტკბილი, დინჯი, მოსიყვავილე ბიჭი. მუდამ გიამაყო შენი მართლაც გამოცებულად კეთილშობილი შვილებით. მიყვარხართ ყველანი მთელი გული. დიდი მადლობა ჩემო საყვარელო. თავარია რომ იყვნენ ჯამრთელები და კარგად იყვნენ. აი ყველაზე მთავარი ეგაა რომ არასოდეს ანუ მე მეცხოვროს გრძელი დიდი ცხოვრება და მე რო ამ ქვეყნიდან წავალ, მინდა რომ ჩემო შვილებმა გამაცნონ, ანუ შენ რო იცხოვრებ დიდხანს და შვილები რო გაგაცირებენ, ეს ნიშნავს რომ შენი შვილები კარგად არიან, ცოცხლები არიან და აი ეს არასოდეს არ მენახოს ჩემი შვილების ცუდი, ეს არის ყველაზე მთავარი და დანარჩენი ყველაფერი იქნება ძვირფასო დიდი მადლობა. ხო. მე აგე ფისო. თამარა გილოცავ ნინი საუკეთესოს ვუსურებ ყველაფერს საუკეთესო ადამიანების შეხვედრის უფალმა ცხოვრებაში. სიკეთე, სიხარული, ბედნიერება არ მოაკლოს. დიდი მადლობა ძვირფასო, ძალიან მნიშვნელოვანია მართლაც და ცხოვრებაში როგორი ადამიანები გვხვდებიან და უღრმესი მადლობა. ძალიან კარგი სურვილია მომეწონა. ნინო გილოცავთო მადლობა ძვირფასო. ისევ ნინო გილოცავ მთელ ოჯახს უსასრულოდ ბედნიერებას ვუსურებ ანდრიას. მადლობა ქრისტინე გილოცავ ვილოცავ ბედნიერი იყოს. დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო ქრისტინა. მააკა ნინი გილოცავ თუ კარგეს ანდრიას happy birthday-ის. სულ ბედნიერი ჯანმრთელი და წარმატებული ყავდეთ. ნიშენ ესე გიხდება თმა ძალიან გაუსწორებელი. ანუ მიხდება გაჩიჩილი ხო? ხო, დღეს რაღაცებს უყურებდი TikTok-სა და იქ ამომიგდო რა წელსო ტრენდშიაო ისეთი თმაო რა. ბუნებრივი გაჩეჩილი ეგეთი ნიბრეჟნას რა და მეთქი ჩემი თმა ყოფილა ტრენდში თქო. ნინო გილოცავ ნის საუკეთესო სურვილებით. მადლობა ძირბაზო ნანა. გილოცავ ნის საუკეთესო სურვილებით. მადლობა. სოფიო სანთელს რატომ არ აქრობთ? გილოცავ ანდრია ბედნიერი და გახარებული იყავი. სანთლის ყიდოს უგვავიწყდება ძვირფასო. ეხა ეს საიდანაც გამოვიწერე, იქ არისო გამოსაწერად, რომ შუშხუნებიც მოყვებოდეს, ხო და მე წასვლა და დაგვეზარა, ვერ მოვიჩმინეთ ტორტის გაჭრა გვინდა. მაგიტო. ხათუნა გილოცავ ნინი ანდრიას იუბილეს უფლისგან დალოცველი ყოლოდეს მუდამ. მადლობა ძვირფასო. თეა გილოცავ ნინი ანდრიას დაბადების დღეს დიდი სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით. მადლობა ჩემო საყვარელო თეა, დიდი მადლობა. მარიამ ნინი ლამაზო გილოცავ ანდრიას დაბადების დღეს მრავალს დაესწარი საუკეთესო სულსულებთ და ბედნიერებას. მადლობა ძვირფასო. ლელო ნინი და ვაკლდი ძალიან ხო კარგად ხარ კი ძვირფასო ძალიან კარგად ვარ უბრალოდ ძალიან გამიტკბა. ვიცით რა გამიტკბა? ჩემ ცხოვრებაში ყოფნა დასწრების გარეშე. ძალიან მეტად გამიტკბა სხვათა შორის და ამას რაღაცა მიზეზები აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯამში მაინც მე ძალიან მიყვარს. როცა თქვენ გიზიარებთ ჩემ ცხოვრებას და სულ ვიღებ, უბრალოდ გვიან ვდებ და ვტკბები აი ამ შემოდგომის დღეებით და ანუ როცა საკმარისად დიდხანს მე უკვე რამდენი წელია 5 წელი ევა სანამ დაიბადებოდა, მანამდე დავიწყე ესეთი ვლოგები, ყოველდღიური ვიდეოებს იქამდეც ვიღებდი, მაგრამ ყოველდღე ვიდეოების გადაღება დავიწყე. ევას დაბადებამდე 2 სულად რო ვიყავით და ანუ 5.5 მე 6 შეიძლება წელია მე ყოველ დღეში 3 ვიდეოს ვიღებდი და რა თქმა უნდა ადამიანი იღლება ყველაფრისგან და ადამიანს აქვს სურვილი რომ აი ცოტა ხანი იცხოვროს თავისთვის ასე ვთქვათ რა გაზიარების გარეშე და აი ეს შემოდგომა მივეცი ჩემ თავს უფლება გადატანილი სტრესების მერე რომ ჩემ თავთან გამეტარებინათ რომ ძალიან ტკბილა თუმცა მეშინიაო ძალიან ამეტანი არ გამითქმეს იმიტომ რომ მე არ მინდა თქვენს გარეშე თქვენი დაკარგვა ნუ გაშინია კატა ანუ მიყვარს თქვენთან ყოფნა უბრალოდ მქონდა პატარა ტაიმ-აუტი დედა შენთან არის ხათუნა ვილოცავ დაგვიანებით უსაყვარლეს ანდრიას მადლობა ეს გილოცავთ
ვენერა გილოცავთ, მადლობა ძილფას, თათია გილოცავ, ანდრია გაიზარდა ჯანმრთელი და ბედნიერი ბიჭი, მადლობა, მარიამო, ბედნიერი იყო შენი ანდრია, მადლობა ჩემო ძილფასო, ციცი ევა, რა სიცოცხლე, როგორ უმღერის ძამიკოს. როგორი ნიჭიერი და გონიერი ბავშვია თავის ასაკთან. დიდი მადლობა ძვირფასო. ნათია გილოცავნი ბედნიერი იყავი შენ შვილებით. სად დაიკარგე ძვირფასო. მადლობა ჩემო საყვარელო, დიდი მადლობა. აი ეს არის რომ მაგთა როგორც თქვი. ეს მომენტი მქონდა. ССС Нининути прям красотка для таких взрослых детей. Вот я не так давно подписана и хотелось бы, чтобы для новых подписчиков ты рассказала о себе что-то. Я вот периодически слышу что-то грустное о маме, ты говоришь, если или девочка с проблемами со здоровьем, если я правильно поняла, как ты, например, с мужем познакомилась. Eva სარანაირი პრობლემა არ აქვს ჩამთელობასთან, არ ვიცი, ეგ სად გაიგე და როგორ გაიგე. დედა არ მყავს და მე მაქვს გაცნობითი სახის ვიდეო არხზე. ვინ ვარ მე თუ რაღაცა ეგეთი ქვია და შეგიძლია მოძებნო. ლელანინი მოგვენატრეთ ჩემო ლამაზო. ზოიანინი მოგესალმები, გილოცავ ანდრიას დაბადების დღეს უფალმა ჯანმრთელი ბედნიერი წარმატებული იმყოფოს. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურებ. მადლობა ძვირფასო. ხათუნა ვუერთები მილოცებს ჯანმრთელი და დღეგრძელი ყავდეს მთელი ცხოვრება ბედნიერი და წარმატებული მომავალი ანდრიას. მადლობა ჩემო საყვარელო ხათუნა. ირმა გილოცავ ჩემო ძვირფასო, მრავალი ათეული წლები ჯანმრთელად და ბედნიერად გესხოვოს თბილო ანდრია. მადლობა საყვარელო. ლელუნინი როგორ ხარ საყვარელო, დაკვაკლდა შენი ვიდეოები. ქეთი წარმატებული და ბედნიერი იყოს ანდრია. მადლობა ჩემო ძვირფასო ქეთი. თინათინინი მიყვარ ხარ მოგვიანებით გილოცავ ანდრიას დაბადების დღეს მრავლად დაესწარი სულ ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყავი ანდრია მიყვარ ხარ. მადლობა ძვირფასო. ჩემი თაკო გილოცავნი ანდრიას დაბადების დღეს საუკეთესო ბიჭი ყავს. მადლობა ჩემო საყვარელო. შორენა გილოცავ დიდი სიყვარულით გაგიმრავლდეს მიყვარ ხართ, მალე ჯანმრთელობას ვუსურებ ანდრიას. მადლობა, გაციებული იყო და მანანა რა საყვარელია ევა. მადლობა. ანასტასია წინა დღის ვიდეოებს რატოდებ მოგვიანებით ვერ ხვდები ასე ხალხს ხო ინტერესი ეკარგება. იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია და როგორც შემიძლია ისე ვაკეთებ. მე ვფიქრობ, რომ ჩემს მაყურებელს, ვისაც ჩემი ცხოვრება აინტერესებს, არ დაეკარგება ინტერესი, თუ ჩემს გუშინდელ დღეს ნახავს, რატომ უნდა დაეკარგოს. ეს ხო არ არის 1 წლის წინანდელი. 1 წლის წინანდელიც ის რაც გამოტოვებულია, შეიძლება ინტერესით ნახოს ჩემმა ერთგულმა მაყურებელმა, ასე რომ მე არ ვთვლი, რომ ინტერესი ეკარგება ადამიანს. მე იმას ვაკეთებ ამ მომენტში, რაც შემიძლია. მოდი. ნინო რა საყვარელია, სახლის ამკოთებელი ყავთ, სანამ არ ჩაიხუტა დედიკო, მაგრამ გაჩუბდა წრილშვილიანი დედიკო, ხარ ეს ნაპოლარები ნამეტან ხურათხებას ითხოვენ, ხო? სკოპი. ბიბი, ანდრია გილოცავ დაბადების დღეს ბედნიერი იყავი, სულ მადლობა ძვირფასო. თეკო. ნინი როგორ ხარ ევიტუნა დიდი გოგო როგორ გაზრდილა მშვენივრად გამოიყურებილია და რაც ისევ ისეთია. მიხარია რომ გიყურებ ჩემი არჩევანია შევისვენო თითქოს მიჯეჭულობა მქონდა ეს კარგია. არასდროს არაფერი მომიწერია ეგ ჩემი სტილი არ არის, თუმცა შემოვიჭვრიტებოდი დრო და დრო წარმატებები ძვირფასო შენ ყოველთვის იყავი ჩემი პირველი ვლოგერი დროებით. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო, აბა როგორ ხარ შენ? ციცი გამარჯობა ჩემო ლამაზ როგორ მომენატრენი რა ასაკი გაქვს პატარა გოგოს გევხარ მარტო შინაგანად კი არა გარეგნულად შენ სულ ასეთი ახალგაზრდა მშვენიერი იქნები მიყვარ ხარ დიდი მადლობა ძვირფასო. ხო მე ზუსტად ის ადამიანი ვარ ვით 100 წლისაც არ ვიქნები ბებე ეგეთი ტიპი ვარ. ანდრიას ულოცავ დაბადების დღეს წარმატებებს ულევს იხავს და ბედნიერს ცხოვრებას უსურებ თავის გზაზე. მადლობა ჩემო საყვარელო. ინგა გილოცავ ყველას ესე ტკბილად და ბედნიერად გეზეიმოთ 100 წელი. მადლობა ჩემო საყვარელო ინგა. საყვარელოს ბოლო დღეებია ძალიან მიგვატოვეო ირმამ.
გამოვსწორდები ლელა უსაყვარლეს უწყიანეს ბიჭს ანდრეას უოლთან დაბადების დღეიგრძელი ბედნიერი გიმყოფოს უფალმა. ბედნიერებას გისურვებ ანდრიომ თაკომ დამიწერა ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო. ძალიან გამიხარდა თქვენი მოლოცვები, უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარხართ, გულს მითბობთ. მე არსად არ წავს უად, არსად წასვლას არ ვაპირებ ღმერთის წყალობით და შემწეობით. უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე ეს, რომ ადამიანებს შესვენება გვჭირდება, ხან მოკლე და ეგ იყო. ვიდეოები მაქვს გადაღებული, რა ვიცი, რამდენიმე დღის და ნელ-ნელა დავდებ და დანათან გავსწორდებით დროში. მიყვარხართ ძალიან, კოცნით, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და თქვენთან ვარ სულით და გულით. და ვლოგებითაც ვბრუნდები.